გამარჯობათ ჩვენო ერთგულო მაყურებლებო, მოგესალმებით. თქვენ უყურებთ Motoholics. დღეს ძალიან ცუდი ამინდები დაგვენთ ხო ეს დღეები და საერთოდ სხვა გეგმები გქონდა, მაგრამ მოგვიწია ჩვენი იდეების შეცვლა და დღეს გვექნება ჩვენი დაპირებული პირობის შესრულების ეპიზოდი, სადაც ვამბობდით, რომ ტერმინოლოგიებს განვიხილავდით. დღევანდელი ეპიზოდი დაეთმება სწორედ ამას. ეხლა ეს ტერმინოლოგიებით რომ მოიხსენიებ, ვინმეს მოსაწყენი თემა არ გეგონოთ, არ დაიზაროთ ყურება, ყველასთვის არის საჭირო ინფორმაცია. გაიგებთ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას, რაც უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც ორბორბალთან აქვს შეხება. დავიწყოთ პირველ რიგში აური კატეგორიით, თუ რას გულისხმობს. აური კატეგორიის მქონე სიმძლავრის ბაიკი აუცილებლად არ უნდა აჭარბებდეს თავის მოცემულ ნორმებს, რაც არ უნდა აღემატებოდეს 47 ცხენის ძალას, იგივე 35 კილოვატ სიმძლავრეს. მეორე რიგში არის ესეთი შემთხვევა, შეიძლება აურ კატეგორიაშიც იფიქროთ, რომ 40 ცხენი გქონდეთ ბაიკზე და აკმაყოფილებდეთ ამ მოთხოვნას, თუმცა შეიძლება რომ იმდენად მსუბუქი იყოს თქვენი ბაიკი, რომ აქაც რაღაც გარკვეულ შეზღუდვებს წააწყდეთ. კონკრეტულად ბაიკის კილოვატებს თუ ავიღებთ და შევადარებთ მას ჩვენი ბაიკის წონას და გავუყობთ მას, რა თქმა უნდა, კილოგრამებში, იგი არ უნდა აჭარბებდეს 0.2-ს. ანუ არ უნდა გქონდეს 0.2 კილოვატზე მეტი თითო კილოგრამზე. შესაბამისად, კუბატურას მნიშვნელობა არ აქვს და მინიმალური ასაკის ზღვარი არის 18 წელი. ეს შეზღუდვა მოქმედებს მხოლოდ ევროპაში, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ჩვენ ბაიკს ვყიდულობთ ამერიკაში, რომელსაც აური კატეგორიის მოტოც ყავს, შეგვიძლია თამამად შევიძინოთ ეს მოტოციკლეტი, რადგან ის არ იქნება ელექტრონულად შეზღუდული და იქნება მაქსიმალური სიმძლავრის. ჩამოვთვალოთ სამაგალითო მოდელები, ეს შეიძლება იყოს Aprilia RS 660, KTM 790 Duki და Tuono 660. შემდეგი ტერმინი არის ჰომოლოგაცია, იგივე homologation, რასაც მოტომედიაში ძალიან ხშირად წააწყდებით და რაც გულისხმობს იმას, რომ მოტოციკლეტი იყოს სერტიფიცირებული მწარმოებლის მიერ ამა თუ იმ რეგიონისთვის და რაც ასევე გულისხმობს ტექნიკურად და თავის ლეგალურად რაღაცა ნორმებით აკმაყოფილებას. ნუ რაღაცა ბიუროკრატიასთან გვაქვს საქმე რა. ქუჩის მოხმარებისთვის შეზღუდვები შეეხება ემისიებს, ხმაურის შეზღუდვებს და უსაფრთხოებას. ხოლო სარბოლო ჰომოლოგაციები გულისხმობს World Superbike-ებში მონაწილე ბაიკების იდენტური ბაიკები ზუსტად ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის მაღაზიებში და ყოველწლიურად იყიდებოდეს 500 ერთეული. მაგალითად, Yamaha R1M და Kawasaki ZX-10 RR არიან ქუჩის ბაიკები, რომლებსაც ჰომოლოგაცია გააჩნიათ და შეუძლიათ და სრული უფლება აქვთ, რომ მიიღონ მონაწილეობა სუპერსპორტ ბაიკებში. შემდეგი ტერმინი გახლავთ inline 4, რაც გვიხსენებია ჩვენს წინა ეპიზოდებში და რაც გულისხმობს ძრავის კონფიგურაციას, სადაც მწკრივში არის ცილინდრები განლაგებული ერთმანეთის მიყოლებით. 4 ცილინდრიანებში ასევე გვხვდება V4 კონფიგურაციაც. აქვე ვიტყვით, რომ არსებობს inline 3 კონფიგურაციის ძრავებიც, რომლებიც ძალიან უყვართ Triumph-ს და Yamaha-ს. Yamaha-მის ძალიან მიყვარს. Inline 2-ებს კი ხშირად Inline 2-ებს კი ხშირად parallel twin-ებსაც ვეძახით. თითოეულ მათგანს აქვს თავიანთი პლუს-მინუსები, რომლებიც დღევანდელ ჩვენს თემას ნამდვილად არ შეეფერება და სამომავლოდ გვირდებით, რომ ამაზეც ერთ ეპიზოდს აუცილებლად დაგითმოთ. შემდეგი ტერმინი საცეცხლე განრიგი, იგივე firing order-ი, რაც მნიშვნელობას მხოლოდ 2 ცილინდრიდან ზევით ატარებს 4 ტაქტიან ძრავებში. 1 ცილინდრის საცეცხლე განრიგი ყოველთვის იქნება 360 გრადუსი. 4 ცილინდრიანის შემთხვევაში ყოველთვის გვექნება უწყვეტი საცეცხლე განრიგი, რადგან ჩვენი 1 ცილინდრი ყოველთვის არის ფეთქების პროცესში, როდესაც შემდეგი 3 ცილინდრი დაკავებულია შეფრქვევა, კომპრესია, გამოფრქვევით. ანუ 4 ცილინდრის პირობებში თითქმის არასდროს ხდება უკანა საბურავზე სიმძლავრის მიწოდების შეწყვეტა და ეს განაპირობებს უფრო სპორტულ მართვას და უპირატესობადაც შეიძლება ჩაითვალოს. საპირისპიროდ 1 ცილინდრიანი ძრავი რომ განვიხილოთ, სანამ მის საბურავის დატრიალება 360 გრადუსზე მოხდება, მხოლოდ მის მეოთხედ ნაწილზე მოვა ფაუერი. 2 და 3 ცილინდრის შემთხვევაში კი უკვე დარწმუნებული ვარ, თავადაც მიხვდები თუ როგორ გადაუნაწილდება ფაუერი საბურავის 360 დატრიალების შემთხვევაში.
აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ორცილინდრიანი ძრავები, რომელიც არის 180 გრადუსიანი და მეორე არის 270 გრადუსიანი, აუცილებლად ისინი იქნება განსხვავებული ხმებისა და სიმძლავრის და ხასიათის მქონე ბაიკები. ანუ ხმა, რომელიც ხალხს რეალურად მითიურად გონიათ, რომ გამშვებიდან არის გამომდინარე, უფრო მეტი მნიშვნელობას ატარებს, თუ რა საცეცხლე განრიგის მქონე ძრავი აქვს მოტოციკლს. ამ საკითხზე, ზუსტად ამ განსხვავებებზე, გვაქვს ეპიზოდი გადაღებული, სადაც Ninja AX650 და Yamaha R7-ს განვიხილავთ. ლინკი გამოჩნდება, შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ ვიდეოს. შემდეგი ტერმინი იგივე stroke და bore, ეს ჩვენ წინა ეპიზოდშიც ვახსენეთ Yamaha R6-ის განხილვის შემთხვევაში და ეხლა უფრო რომ განვარცოთ, რას ნიშნავს. Stroke, ანუ ცილინდრში რა მანძილს გაივლის ჩვენი პისტონი უკიდურესი მაღალი წერტილიდან უკიდურეს დაბალ წერტილამდე, ხოლო bore კი განსაზღვრავს ცილინდრის დიამეტრს. შემდეგი ტერმინი გახლავთ power band-ი, გავიგოთ თუ რამდენი ბრუნის პირობებში ხდება შესაბამისი ცხენებისა და თორკის გამომუშავება. რაც უფრო პროგნოზირებადია, ანუ თანაბრად გადანაწილებულია ძრავიდან გამომდინარე სიმძლავრე, მით უფრო სასიამოვნო და კარგი სამართავია ბაიკი ქალაქის პირობებში. ხოლო ბაიკი, რომელსაც ცხენების და თორკის მატება ერთბაშად 8000 აბაროტიდან ეწყება, იგი ითვლება სატრეკო იარაღად. სიტყვა იარაღი ჩვენ არ მოგვიგონია, ის სოფლიო დონის გამოყენებადი ტერმინია ამ კუთხით. ხოლო ჩოპერებსა და კრუიზერების შემთხვევაში მთელი ტორკი მოდის დაბალ ბრუნებში და მათი ცხენისძალები მათი დიდი ძრავებიდან გამომდინარე მაინც პატარა არის ხოლმე. ეს ლიმიტაცია მათი განიერი ცილინდრებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ბუნებრივია, მაღალი ბრუნებით ვერ დატრიალდება ჭარბი რყევების გარეშე. ეს რაზეც ვისაუბრეთ, power band-ებია, არის არაპროგნოზირებადი და პროგნოზირებადი და აუცილებლად სკრინები გამოჩნდება, რომელია პროგნოზირებადი და რომელი არაპროგნოზირებადი. შემდეგი ტერმინი იქნება stress member-ი, რაც გულისხმობს იმას, რომ ძრავი არის კორპუსის stress member-ი და ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძრავი კორპუსში კი არ დევს, არამედ სტრუქტურულად არის ინტეგრირებული კორპუსში. ეს ეხმარება კორპუსს წონისა და ფიზიკური ძალების უკეთ გადანაწილებაში. ამის შედეგად ვიღებთ უფრო გამყარებულ და დამსუბუქებულ კორპუსს, რომელიც უფრო უკეთეს მართვას გვთავაზობს ბაიკზე. თუმცა, მცირე მინუსიც ახლავს, რადგან შედარებით მეტი ვიბრაციები იგრძნობა მისი მართვისას. შემდეგი ტერმინი არის ემისიები და მათი რეგულაციები, რაც გულისხმობს სხვადასხვა გაზებისა და ნაწილაკების ატმოსფეროში გამოფრქვევას შიდაწვის ძრავიდან. მათი ატმოსფეროში მოხვედრა ზოგადად იწვევს ეკოლოგიურ დაბინძურებას. ამიტომაც ამის დოზას არეგულირებს ევრო 4 და ევრო 5, ხოლო ამერიკაში კი EPA. ტექნოლოგიები კი, რომლებიც ამ ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაში გვეხმარებიან, ძირითადად არის ინჟექტორული სისტემა, კატალიზატორი, გაზის სენსორი და ასევე ride by wire, რომელსაც მალე შევეხებთ. შემდეგი ტერმინი არის სუსპენსია, ეს ჩვენ რამდენიმეჯერ უკვე ვახსენეთ და ეს გულისხმობს წინა და უკანა ამორტიზების კომბინირებულად მუშაობას. შემდეგი ტერმინი ground clearance, რომელიც გულისხმობს თუ რამდენადაა დაშორებული მოტოს ყველაზე დაბალი წერტილი მიწიდან. საქალაქო მოტოებში მნიშვნელოვანია, რაც უფრო მაღალი იქნება ეს ჩვენი მაჩვენებელი, უფრო უკეთესი იქნება, რადგან თავი გავართვათ უგზოობას, ბარდიულებზე ასვლას და ასე შემდეგ. შემდეგი ტერმინი slipper clutch, რომელიც გულისხმობს სიჩქარეების სწრაფად ჩამოყრისას, მაგალითად მეხუთე და რომ სწრაფად ჩამოვიტანოთ მეორეში, შეიძლება ამ დროს საბურავი დაილუქოს და ბაიკმა დაკარგოს სტაბილურობა. Slipper clutch ამ დროს მომენტალურად გვაძლევს საშუალებას, რომ დაბუქსავდეს ცეპლენია, რაც გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიას და სტაბილურობას. სხვათა შორის ამ ტექნოლოგიაზე წარმოდგენა ბევრს საერთოდ არ აქვს და თუ იმსჯელებთ დამწყებებზე, მათ საერთოდ არც კი გაუგიათ შეიძლება მსგავსი რამ, მაგრამ როდესაც დამწყები ახდენს თავისი პირველი ბაიკის შერჩევას, აუცილებელია, რომ ეს ტექნოლოგია ბაიკში იყოს, რადგან ეს შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი სიცოცხლის გადამრჩენელი ფაქტორი. შემდეგი ტერმინი გახლავთ quick shifter-ი, დარწმუნებული ვარ ეს ბევრმა თქვენგან მაიცით და ეს გულისხმობს სიჩქარეების ზევით აყრას და ქვევით ჩამოყრას ცეპლენის დახმარების გარეშე. აღსანიშნავია ის ფაქტიც და საყურადღებოა, რომ არც ისე იშვიათად ხდება quick shifter-თან ერთად და ახსენებენ ხოლმე auto blippers, რომელიც მარკეტინგულად საღდება ისევით რომ რამე დამატებითი ფუნქცია ჰქონდეს, მაგრამ და რეალურად ის პაკეტებს დაბლა სიჩქარეების ჩამოყრას. იდეა არის ის, რომ სიჩქარის ჩამოყრისას ბრუნების დამთხოვას ეძახიან blippings და როდესაც ამას ტექნოლოგია დამოუკიდებლად აკეთებს, ეძახიან auto blippers. ეხლა კი რამოდენიმე ტერმინი, რომლისთვის ბევრისთვის უფრო მეტად არის ცნობილი, მაგებსაც შევეხებთ. პირველი ტერმინი
traction control-ი იგივე TC, რომელიც პირდაპირ გულისხმობს მოცულების საწინააღმდეგო modes. მომდევნო ტერმინი ride by wire სისტემაა, რომელიც სტანდარტული კაბელიანი გაზის თანამედროვე ალტერნატივაა. იგი გულისხმობს გაზზე შეხებისას და ოპერირებისას იმპულსის გადაცემას მთავარ კონტროლერზე, რაც ახდენს შესაბამის რეაგირებას მოლდების მიხედვით, გვიყენია სპორტ რეჟიმზე, წვიმის რეჟიმზე თუ ასე შემდეგ. კაბელის გაზის ტიპი კი პირდაპირ დაკავშირებულია მექანიკურად შებრკვევის სისტემასთან. შესაბამისად იგი არაა კონტროლირებადი და ზუსტი, როგორც ride by wire. ანუ, როდესაც მოტოციკლი ყავს კაბელის ტიპის გაზზე, ეს რა თქმა უნდა გულისხმობს იმას, რომ არ გვაქვს ის ცენტრალური კონტროლერი და უფრო ცუდია ჩვენი traction control-ის მართვაც, უფრო რთულია riding mode-ის მართვაც და ასე შემდეგ. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ, როდესაც მოტოციკლი ყავს გაზის, ტროსიანი გაზის სისტემაზე, რომ მუდმივად იყოს იგი კარგ მდგომარეობაში და ასევე შემიძლია იმის, რომ ეს ელექტრონული გაზის მომწონებელი შეიძლება ბევრი არ იყოს. და მეც მათ კატეგორიაში გავდივარ, რადგან ძალიან არაბუნებრივ შეგრძნებებს იძლევა ეს ride by wire სისტემა და მეც ანუ როგორც სხვა დანარჩენს დარწმუნებული ვარ, რომ მიშონია გაზის ტიპი, ტროსიანი გაზის ტიპი. და ამ ეტაპისთვის ბოლო ტერმინი არის riding mode-ები, რომელიც გულისხმობს traction-ის აქტიურობას, თუ რა დონეზეა ის ჩართული ჩვენს მართვაში, რა დონეზე რეაგირებს გაზთან ოპერირებისას და ასე შემდეგ სხვადასხვა პარამეტრები კიდე. მოკლედ, მეგობრებო, დღევანდელი გადაცემა უკვე დასრულდა. ძალიან მოხარული ვარ წინა ვიდეოების აქტიურობებით, თვალს გვადევნებთ, გვიყურებთ, გვერდში გვიდგახართ, მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს. ეს ვიდეოც თუ მოგეწონებათ, გადაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, გამოგვიწერეთ, გვიყურეთ და გვადევნეთ თვალი. მალე ძალიან ცეცხლ ეპიზოდებს დავდებთ კიდევ, რასაც დიდი ხანია მე პირადად ველოდები, რომ დავდო. უბრალოდ ამინდების გამოსვლას ველოდები და ყველაფერი იქნება მალე. დროებით, გემშვიდობებით და წარმატებები ყველას.